სანამ მინი კუპერის განხილვის ვიდეო დაიწყება, მოდით გამოვავლინოთ გამარჯვებული. ეს არის გათამაშების ვიდეო, ლუის ჰემილტონის 2022 წლის ბოლიდი თამაშდება, ბურაჯოს წარმოების. მოდით ეხლა დავაკოპიროთ ლინკი და ჩავაგდოთ პროგრამაში. შემდეგ მონიშნულია, რომ დუპლიკაცია არ მოხდეს კომენტარების, ანუ არ გაიმეოროს ერთ და იგივე კომენტარი თუ არის და ახლა გამოვავლინოთ გამარჯვებული. დავაჭიროთ get YouTube comments, გვეუბნება რომ სულ 7 კომენტარიაო, დიდი აქტივობა არ იყო, მაგრამ მაინც გავაკეთოთ. ახლა დავაჭიროთ starts და ვნახოთ ვინ მოიგო. დათო დულუზაური 9391 წარმატებებიო. მადლობა. შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ გუჯას გარაჟის Facebook გვერდზე, რომელიც ყველა ვიდეოს აღწერაში არის მითითებული და მოგწერეთ და გადმოგცემთ აუცილებლად. წარმატებებს გისურვებთ, დაელოდეთ შემდეგ გათამაშებებს და რაც მთავარია გამოიწერეთ არხი. მოგესალმებით, ეს არხი გუჯას გარაჟია და დღეს ჩვენ განვიხილავთ ჩვენი გამომწერების თხოვნას ვასრულებთ დღეს. ზუსტად 1 წელია ერთი გამომწერი ითხოვს მინი კუპერს. და აი ხო გეუბნებით ხოლმე რომ დრო დაჭირდება, მაგრამ აგისრულებთ თხოვნას. Solidos Mini Coopers განვიხილავთ, რომელიც 1.53 მასშტაბისაა, Solido 1932 წლიდან აწარმოებს მოდელებს და ესეთ მაგარ მოდელებს გუშვებენ ეხლა რა და თქვენ კიდე არხი უნდა გამოიწეროთ, ვიდეო უნდა დაალაიქოთ, გააზიაროთ, არ დაგავიწყდეთ რომ 10000 გამომწერზე 1.8 მასშტაბის ისეთ მოდელს გაჩვენებთ, რომელიც მხოლოდ ერთადერთია საქართველოში და ყველას გვიყვარს. პირველ ვიდეოს გავუშვებთ 10000-ზე, იმიტომ რომ პროექტი იქნება და ვისაც სურვილი გაქვთ კიდე დონაცით დაგვეხმარეთ, რომ ესეთი მაგარი მოდელები ჩავწეროთ ხოლმე. მოგესალმებით. ტექსტი იგივე, იმდენი ილაპარაკა რომ კინაღამ ჩაუმეძინა. ეხლა რაც საჭიროა მე ხო, ერთ საიდუმლოდ გაგანდობთ რა. თარიღი ეგრეთ კარგად იცი რატო იცის? აი ამიტომ აი. მარა, მე ისედაც უკანაწერია ყველა. არა, ყველა კუცარა ეხა გამოვშვეს ესეთ. და მე ყველა ვიდეოში ვამბობ ხოლმე რომ 1932 წლიდან არის. მოკლედ აი ესეთი ლამაზი. ხო, რა მინდა რომ ვთქვა Solido-ზე რა. Solido ფრანგული ბრენდია, მაგრამ ეხა უშვებს ბანგლადეში. მაგრამ ეხლა უშვებს ბანგლადეში. კი. და Solido იყო როგორი ბრენდი, იცი? სხვა ბრენდები, მაგალითად Korgi, რომელიც უფრო ძველი არის. ხო. თავში ურწყავდა რა ესე, ეგრეთ წოდებული, რომ აი, სათამაშოს გავდა მაგათი მოდელები რა. და ეხლა კიდე ისე დახვეწეს, რომ მაგ ბიუჯეტში რაც ეს მანქანები ღირს, ერთ-ერთი საუკეთესო მოდელებია. აი ესეთი არის ჩვენი კუპერი. ბრელოკის პონჩი. პატარა არის. ახლა ნამდვილი მანქანა ყველა მიცით რომ ეგეც კი პატარა. ხო, რა მინდა რომ ვთქვა, მინი კუპერი აუცილებლად ვთქვი რომ წითელი უნდა ყოფილიყო, თუ ჩავწერდით. აი ზუსტად ესეთი უნდა ყოფილიყო და ეხლა ვეგეტყვით რატო. ყველამ ხო იცით ლეგენდარული ფილმი ძარცვა იტალიურად. ეგ გახსოვთ იქ რომ სამი მინი კუპერია. ერთ-ერთი არის წითელი კი. იქიდან ერთი არის წითელი. წითელი, ლურჯი და მესამე რა. თეთრია მე მგონი. ზუსტად არ მახსოვს. თეთრი არა. წითელი და ლურჯი მახსოვს და მესამე. ვისაც ეგ ფილმი არა გაქვთ ნანახი, უყურეთ ძალიან მაგრა იკაიფებთ. იმიტომ რომ მთავარ როლებში არიან ჯეისონ სტეთჰემი და შარლიზ ტერონი. ხო, ოღონდ ესენი არ არის მერე გამოშვება. ეს ხო, ნუ ეს წითელი ის არის რიმეიკი მაგ ფილმის და ძველში ესენია, კი ბატონო. გეთანხმები. მოდი მოკლე ისტორიასაც მოვყვები ბარები. ხო და მე მეც რაღაცებს
იყო ეგეთი ინგლისელი დიზაინერი, რატომ გავთ ბერძნული გვარით. ვინ იყო არ მახსოვს. ალეგ ისიგონისი. ხო. სალფეტკზე დახატა ხო, რომელიც სანამ მინი კუპერს შექმნიდა აგერ როგორც ჩვენ თქვი სალფეტკზე. ხო. მანამდე არანაკლებ ცნობილი მოდელი აქვს შექმნილი. მაგალითად მორის მარინი. უი. ეგ მანამდე. ხო. და მერე უკვე თან მაგ დროს ეგ მევყვები ომის მერე პერიოდს 50-იან წლებს დაიწყო საწვავის კრიზისი, ნავთობის კრიზისი, ანუ და მთელი ევროპა და ამერიკაც კი გადართული იყო ეკონომიაზე. კი. საწვავის ეკონომიაზე. მოიცა ეკონომიის პონჩი გამოუშვეს ეს მანქანა? ხო, აბა. და წარმოიდგინე ინგლისში ამ მანქანის დიზაინის შექმნა რო დაიწყეს. ხო, მაშინ ბენზინი ტალონებზე იყო. აუ, და სხვათა შორის საქართველოშიც იყო ეგეთი პერიოდი ტალონებზე რო იყო საწვავი. ხო, ვისაც ეხა ვინც ხედავთო პატარა არის ნერვიულობთ ახლო კადრები იქნება. რა თქმა უნდა იქნება. ნუ 1.53 მასშტაბი არის და როგორც წინა ვიდეოებში ვიძახდით, აგერ ბუჯა იძახდა უბრალოდ მანქანა 43 ჯერ არის დაპატარავებული. აი მაგის თქმა დამავიწყდა. ხო. და ნუ წარმოიდგინე ხა მორის მარინი არის ამაზე ოდნავ დიდი ზოგი. ხო, ცოტა დიდია. და გადაწყვიტა რომ უფრო პატარა მოდელი გაეკეთებინა. და ყველაზე სასაცილო იცი რა არის? ეგ ინფორმაცია რომ მოვიძიეს, სხვათა შორის მაგარი გამიკვირდა. რა. თავიდან მინის მაგივრად იცი რა უნარქმეოდა? რაღაცა იყო ხო. უნარქმეოდა ისა სპუტნიკი. ხო. და რატო იცი? მაშინ კოსმოსში რო გაუშვეს. საბჭოთა კავშირმა პირველი სპუტნიკი მაგის საპატივსაცემად გადაწყვიტეს რატომღაც დაერქმიათ მაგარი. მოიცა იური გაგარინი თუ გაგარინამდე. გაგარინი 60-იან წლებში გაფრინდა და ეგ გეუნები 50-იან წლებს. 50-იან წლების მიწურული. ხო, და კიდე იტალიან ჯობის გარდა ის არის მისტერ ბინის მანქანა. ხო. და ბოლო მომენტში გადაიფიქრეს და დაარქვეს მინი. თავიდან ერქვა მინი. მერე უკვე ხო და როგორ იცი 2 წელიწად ნახევარში. წარმოიდგინე იმ სალფეტკზე დახატული მოდელიდან შექმნეს აი ეს მოდელი. ზუსტად ესეთი იყო? არა, ზუსტად ესეთი არა. ეხლა ნახე ამას. აი მერე აი უბრალოდ ეხლავე გაჩვენებ. აი ცხაური მაგალითად წინ რაც აქვს ამ მანქანას. აქვს მონიკელებული რა, ხრომირებული ანუ. და იქ რაღაც დეტალები აქვს ხრომირებული. ეგ უკვე მერე მოდელებში გამოუშვეს, თორე სულ პირველი იყო აი ცულით გამოთლილივით რა. იგივე კუზაოთი იყო. ოღონდ ეს ცხაური იყო შეღებილი ჩვეულებრივი საღებავით, არახრომირებული. ეს მარტო ეს ფარებზე ქონდა მარტო ხრომირება. ხო, მეტი არსად რა. ეს დამატებითი ფარები სპორტული ვერსიაა და იმიტომ აქვს ესე. ესეთი კომპლექტაციით გამოდი. ვინც არიცით რალიში მონაწილეობდა? ხო. ხო და რალისა და 59 წელს 1959 წელს პირველი 20,000 მანქანა გამოუშვეს. და საზოგადოებას იმდენად მოეწონათ ეს მანქანა, ნუ ახლა კომპაქტური არის, პატარა არის. და სხვათა შორის ზომიდან გამომდინარე საკმაოდ ტევადი მანქანა არის. საბარგული ეხლა ხო ეთყობა თითქოს არა აქვს საბარგული არა და აქაც კი შეგიძლია ჩაალაგო რა წინ ტორპედოშიც კი აქვს ისინი ჩასადებები რა. ანუ პატარ-პატარა რაღაცებს ბევრ ჩაალაგებ რა და ეხლა დიდი და უშველებელი ჩემო. ის არის რა, ანუ პრაქტიკული ჰეჯბექი. ხო. რაც შეეხება სალონის გაზრდას, როგორ მოიფიქრეს იცი? თავიდან ძრავს ფიქრობდნენ და ეყენებინათ სწორე. მერე ადგინდა შემოატრიალეს. მოიცა როგორ ვერ მივხვდი. ძრავი. ხო. მანქანაში. ხო. უნდა ყოფილიყო აი ესე. სწორად.
ხო, სწორად. მაგრამ შემოატრიალეს და გარდიგარდმო დააყენეს. ვა, ეგ არ ვიცოდი. ხო. გადაცემათა კოლოფი კიდე ძრავის ქვეშიდან დაუყენეს. ქვეშ ჩამოგიდეს. ხო. და მაგის ხარჯზე სალონი გადიდდა. ხო. და მაგიტომაც 4 ზრდასრული ადამიანი ეტეოდა. და ეხა იძახიან ხოლმე, რომ რას მინახავს, რა ვიდეოები, რომ უკანო ვერ ჩაისვავო ვერავისო. რაში მინი კუპერში? ვარიანტი არ არის. თანამედროვე მინი კუპერში ცეტევა ჩვეულებრივად. ხო? კი. იმიტომ რომ თანამედროვე მინი კუპერი ამაზე გრძელიც არის და განივი. რა მაინტერესებს, იცი, აი ეს კრიშა სხვა ფერის რატო? სახურავი კრიშა. ხო, სახურავი. ნუ თავიდანვე ეგრე მოიგონეს რა, რომ სხვადასხვა ფერში გაეკეთა. არა, ლამაზი არის, მაგრამ ის დამაინტერესა რამე ესეთი დატვირთვა ხო არ აქვს. და არა. პირველივე რესტაილინგი გააკეთეს 1960 წელს. ხო, თან 20.000 მანქანა ეგრევე გაიყიდა და შემდეგ წელს უკვე 200.000 მანქანა გამოუშვეს. და 200.000-ვე გაყიდეს. აბა რა სიზოვნეო. ძალიან მაგარი. პირველ 5 წელიწადში წარმოიდგინე 59 წლიდან 64 წლამდე თუ არ ვწდები, თუ ზუსტად არ მახსოვს რა თარიღი, მილიონი გაყიდეს. მილიონი ეგზემპლარი. და 70 წლების მიწურულს გაიყიდა უკვე 2 მილიონი ეგზემპლარი. მე მგონი 79. თავის კონკურენტთან როგორ არის? რომელი უფრო პოპულარულია? მე მგონი რომ მინი უფრო პოპულარულია. თუ ფიატი? ჯო გააჩნია ახლა ორივე პოპულარული არის. კი, მაგრამ ხო, თან რითი გაითქვა სახელი ამ მანქანამ? რითი? ჯერ პირველ რიგში იმითი რომ ბითლზების ყველა წარმომადგენელს ყავდა ეს. მართლა ეგ არის. 4-ვეს ყავდა ეს მანქანა. და ნუ როგორ იცი, ინგლისური ბომონდი, ანუ ელიტა. ხო. როლს-როისები და ფერარები და ეგეთები რო ყავდათ, მასთან ერთად ყავდათ ესეც. სულ ყველას თან. იმიტომ რომ ლონდონის საცობებში იყო პრაქტიკული მანქანა. კი, პატარა, ერთი მეტრო მანევრირებადი. არაერთი ჩემპიონატი აქვს მოგებული. მონტე-კარლოს გრან-პრი აქვს რამოდენიმეჯერ აღებული. რალიში თუ? რალიში, ხო. ეს არის რალის მანქანა, ხო. კონკრეტულად. კუპერი მერე დაემატა. და რატო დაემატა? იყო ვინმე მრბოლელი კუპერი, რომელმაც შესთავაზა ამ ისგონის, რომ ძრავს მე გავაკეთებ, უფრო ძლიერსო. კი. როგორ იცი, თავიდან კი იღებდა მონაწილეობას, მაგრამ საპრიზო ადგილებზე ვერ გადიოდა. იმიტომ რომ ქონდა 35 ცხენი ძალა და როგორი ახლა ფერარებს და მაგდაგორ მანქანებს ეჭიდავებოდა. კი. ერთი ციცქნა მანქანა, კი ახლა მანევრი რამე, კარგი გონა, მაგრამ სუსტი იყო. და ამ კუპერმა შექმნა ძრავი, რომელიც 34 ცხენი ძალა ქონდა იმას. და ამას შექმნა ორჯერ უფრო ძლიერი ძრავით. ხო. ანუ გააძლიერა ძრავი, იქ ტურბინა რაღაცები დაუმატა და გააკეთა 70 ცხენით. ტურბინა რა უბრალოდ გააძლიერა რა. 70 ცხენი ესეთი და მერე უკვე ხო რამოდენი ხო გითხარი კიდევაც რამოდენიმე ჩემპიონატი მოიგო. კი. აი ერთ-ერთი მათგანი აგერ ეს არის. ესეთი მოდელი იყო, რომელმაც ჩემპიონატი მოიგო. ეს არის სპორტი გაკრავს. კი. და ამას უყენია უკვე 70 ცხენი ძალიანი ძრავი. სპეციალურად სხვათა შორის პირველი შემთხვევა იყო მაყურებლებო. როცა ესეთი მნიშვნელოვანი მანქანა მე არ ამირჩევია და ამან არჩია. ხო. და თან როგორ იცი რომ ისტორიაში შევიდა ეს მანქანა. იქცა ინგლისის საკულტო მანქანად. დღემდე ეგრეა. დღემდე ეგრეა კი. კი ბატონო. და იცოცხლა კონკრეტულად აი ამ მოდელმა იცოცხლა 41 წელიწადი. 2000 წელს ამის წარმოება დაიხურა. შეცვალეს მოდელი, უკვე BMW-ს კუთვნილება იყო. BMW-ს კონცერნმა შეიძინა მინი. ხო, ვინც არ იცით BMW-ს მინი და როვერი შეიძინა რა. და მერე როვერი გაყიდა. ინდოელებს აქვს. ხო, ანუ ესე იგი BMW-ს კუთვნილებაში როვერი და მინი ერთდროულად რო შეიძინა 94 წელი იყო. და 99 წელს გაყიდა როვერი.
მაგრამ მინი დაიტოვა. მინი დღემდე მაგათი. ხო, მინი დაიტოვა და ერთადერთი და მთავარი რაც გააკეთა BMW-მ და კარგი გააკეთა. რა გააკეთა? ქარხანა გერმანიაში არ გადაუტანია, დატოვა ინგლისში, იქვე, სადაც იწარმოებოდა და ახალი თანამედროვე მოდელი აი ამ ძველ მოდელს დაამსგავსა. G-კლასის დიზაინი არ შეუძლია. G-კლასის თემა გააკეთა. ხო. რო შეხედავ მანქანას, ხო, ეგრევე მიხვდები რომ ის არის რა. ხო, ეგრევე მიხვდები რომ მინია. აი იქ გამოცნობა არ დაგჭირდება და იქ. ნახე G-კლასი არის ზუსტად ეგრე გაკეთებული. ხო. ისა კიდე რა მანქანა არის ეგეთი. კიდე რა არა, ეგრე ხა ცხვირები და იმითი რომ შეხედო, BMW-ს ეთყობა რომ BMW-ია, Mercedes-ს. არა. მე ვიძახი აი ხო, Dodge Challenger-ი. Dodge Challenger-ი დააბრუნეს ძველი. კი. დიზაინი და Mini Cooper-ი. ხო. იგივე აგერ Z8 BMW. კი. ძველი და რა თემა. ხო. ხო, ნუ აი ეგეთი შედარება. მაყურებლებთან მაქვს ერთი კითხვა. ხო. თემა რო ჩამოვარდება ხოლმე სანაცნობოში. და მე ყოველთვის ვამბობ, რომ დიდი სიამოვნებით ვიყოლებდი Mini Cooper-ს. კი. და რატომღაც არის ხოლმე ეგეთი თემა, რომ Mini Cooper-ი არის ქალის მანქანა. სხვათა შორის დედა შენი საყვარელი მანქანა. კი, დედა ჩემი საყვარელი მანქანა და აქტივება წითელი Mini Cooper-ი, რომელიც ნერვებს მიშლის მეცბომთ. წითელი არა, ყვითელი. წითელია. თუ წითელია. ხო და ეგეთი თემა ხოლმე, რომ ვიტყვი, რომ ვიყოლებდი, ყველა ამბობს, რომ ქალის მანქანაა და რაღაცა. და რავი, ანუ ძალიან მაგარი მანქანაა რა, რაც გინდათ ის დაუძახეთ. კომპაქტურია და ლამაზია. და ლამაზია, ხო. ნუ კოხტა არის რა. ხო, და შენ არ გეცოდინება ეგ იმ ვიდეო იმაში ინფორმაციაში არ იქნებოდა. ავტო ენთუზიასტები ხო არსებობენ. კი. რა გააკეთეს, იცი? აი ბოლო მოდელი რო იხურებოდა რა ამის წარმოება, მოაწყეს დიდი მსვლელობა. ხო და ინგლისში, ლონდონში. ამითი? ამ მანქანებით ვისაც კი ყავდა. მაგარია. მაგრამ რა გააკეთა, იცი? ეგრე გაცილება მოუწყეს. ერთმა არ ვიცი, სახელი და გვარი არ მახსოვს. ახალი კუზავა აიყო, ეხა რაც გამოდის. ხო. და შიგნით ჩადო 8 ცილინდრიანი ძრავი. გადააკეთის. და გამოვიდა. საჩათიანეთ. არ ვიცი, გადააკეთის კუზავი. და აი თვითმფრინავი გამოვიდა. იმიტომ რომ წონა პატარა, კომპაქტურია და ეხა ამაში რაღაც ცილინდრიანი ხო წარმოგიდგენია რეებს იზავდა. ნუ სადაც Volkswagen-ში ორი ძრავი ჩააყენეს, თავისი და Lambo-ი. ხო. და ყველაზე სწრაფ Volkswagen-ად ითვლება, არ მიკვირს ეგეთი რაღაცეები, ესე პატარა მანქანებზე. და ვისაც გინდათ რომ გაქვთ კოლექცია, ან ეხა იწყებთ და გინდათ რომ გქონდეთ Mini Cooper-ის მოდელი 1.18 მასშტაბზე არაფერს არ ვიტყვი. 1.53-ზე ვიტყვი კონკრეტულად. იდეალური გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ფასი ხარისხი. კი. სხვათა შორის აი ვითომ ბიუჯეტური ბრენდიაო Solido რა, მაგრამ კაი რა. აი ახლა რასაც მე ჩემი თვალით უყურებ, შეიძლება კამერა ვერ აღიქვავს ხო, დეტალებს. პატარა ზომით გამო. ნუ ახლა თან ჩვენ აგერ ტელეფონით ვიღებთ არაერთხელ თქვი კიდევაც რა. ამ ვიდეოებს. კაი რამეა რა. დეტალიზაცია აქვს ძალიან მაგარი, საღონ Solido-ს. კი. და რატომღაც ეგრე გამოდის, რომ Solido-ს მანქანების ყველა ვიდეოში გვაქვს Solido-ს, მაგრამ ეგრე არა გავაკეთო. ხო, ნუ ახლა ხო და ვისაც გინდათ რომ 1.18 იყიდოთ, Solido-ს 1.18-იც აქვს. კი. უგონ თამაზე ძვირიც. ნუ ხო რა თქმა უნდა. და ის 1.18 როგორია, იცი ზუსტად ესეთია. და იმაზე სახურავზე აქვს ინგლისის დროშა. ინგლისის დროშა, ხო. და კარებები ეღება. ხო. ხო, ეგ პლუსი აქვს. მორჩი შენ თუ ხო, რავი, ხა BMW-მ რო იყიდა იმასაც ხო არ გავაგრძელებ, კონკრეტულად ამ მანქანაზე ვსაუბრობდით და 2000 წლიდან BMW-ს კუთვნილებაში არის და დღემდე უშვებს აგერ თანამედროვე Mini Cooper. ინგლისელებმა სხვათა შორის მაგრა დააშავეს ეს რო გაყიდეს.
არა ეგრე ინგლისელებმა ბევრი რამე დააშოვეს, მაგრამ ჰა. იმიტომ რომ დღემდე მოთხოვნადი მოდელია. აღარც ერთი კომპანია თავიანთი აღარ არის. Rolls-Royce, BMW-სია, Mini BMW-სია, Rover-ი ინდუსებისა. ხო, ინდოელები. ხო, ისა Jaguar-ი ჩინელებისა. ინდოელების არის და ინდოელები ყიდიან, ჩინელები აპირებენ ყიდს. ხო. Aston Martin-იც აღარ არის მე მგონი მაგათი. ის რა ქვია, Bentley, Volkswagen-ისა. და რაღა დარჩა რო? აღარაფერი მოსო. MG ინდუსებისა არის. MG-ც გაყიდეს. ხო, MG-ც ინდუსებისა არის. ხო. ნუ მოკლედ ესეთი ვიდეო გამოვიდა და გამომწერებს მიმართავ რომ შეჭამეს ამ ინდუსებს. კურიერები და ხო. გამომწერებს მიმართავ რომ თქვენი თხოვნის ასრულება შეიძლება დრო დაჭირდეს. მაგრამ აუცილებლად აგისურვებთ რა. Mini Cooper-ის ვიდეოს ჩაწერა მეც მინდოდა უბრალოდ ვეძებდით საუკეთესო ვარიანტს. კი. და კიდევ ერთხელ იმ ჩვენ მაყურებელს ბოდიშს მოვუხდით ამდენი ხანი რომ ერთი წელი ხო. მაგრამ აი მაინც შეუსრულეთ და აგერ დაგვიწერა კომენტარი და სპეციალურად არ უყვასო. ხო. კარგი თუ რა. ხო. წავედით ახლა და წინასწარ გეტყვით რომ ამ თვეში ძალიან მაგარი მოდელების ვიდეოები გელოდებათ. განხილვა. კი ბატონო. არ ვიტყვი რა მანქანები. ხო. აბა კარგად იყავით შემდეგ ვიდეომდე. What?